მშობლის მაქსიმალური ჩართულება ბავშვის პირისყრის მოლოსთან დაკავშირებით, არ დაეზაროთ საპროფილაქტიკო ვიზიტები სტომატოლოგთან, ძალიან მნიშვნელოვანი არის ეგ ყველაფერი ბავშვის პირისყრის სწორად განვითარებისთვის. არა, ეგ მითია, ეგ ჩვენი ბებიების ამბავი არის, ჩვენ მეც ვქონია მსგავსი შემთხვევა, მაგრამ მითი არის არიან მშობლები, რომ გონიათ, რომ კბილის ამოსვლა დაკავშირებული არის მთვარის ფაზებთან. გადაცემის სპონსორია მილიmparas-ის საუკუნოვანი გამოცდილების ფინური ბრენდი 1928 წლიდან ფაფები მთელი ოჯახისთვის. გამარჯობა, მოგესალმებით, ეს დედების პოდკასტია, ეს ჩვენი მეოთხე ეპიზოდია. დღეს ვსაუბრობთ პრობლემებზე, რომელიც ყველა მშობელს ადრე თუ გვიან ელის. ეს არის კბილის ამოჭრის პრობლემა და მასთან დაკავშირებულ სირთულეებზე ვისაუბროთ ბავშვთა სტომატოლოგთან. როგორც ვიცით, კბილის ამოჭრის პრობლემები 6 თვის ასაკის მერე არ მთავრდება პირიქით, პირისყრის მოლასთან დაკავშირებით პრობლემები, ეტაპები, შემდეგ უკვე ვითარდება, გრძელდება და ამის შესახებ ჩვენი ბავშვთა სტომატოლოგი თეონა ლიბარტებიანი გვიამბობს. თეონა, მოგესალმები. ჩვენი პირველი თემა არის პირველი კბილები და ჩვევები, ფორმირება და გთხოვ გვესაუბრო ამ მიმართულებით, როდის იწყება კბილების ამოჭრა და რა ნიშნები ახასიათებს მას. კბილების ამოჭრა როგორც წესი იწყება 6-7 თვის ასაკში, თუმცა ეგ არ არის ყველა შემთხვევაში ეგრე. შეიძლება უფრო ადრე ამოიჭრას კბილი, ყოფილა შემთხვევები, რომ 12 თვის ასაკშიც ამოიჭრას კბილი. კბილის ამოჭრის დროს ხშირი არის გართულებები, გახშირებული ნირკვდენა, ტკივილი, მაგ დროს ბავშვი გაღიზიანებული არის, აღზნებულია, დარღვეული არის ძილის რეჟიმი, რაც ძალიან დიდ შეშფოთებას იწვევს მშობლების მხრიდან. აი ჩვენ როგორც აღნიშნე, ანუ ძალიან ესე ვთქვათ, ტკივილთან არის დაკავშირებული გაღიზიანებასთან. აი მოგვეცი რჩევა, აი როგორ შეიძლება შევმსუბუქოთ ბავშვს კბილის ამოსვლის პროცესი. კბილის ამოსვლის პროცესის შემსუბუქება პირველ რიგში აუცილებელი არის დავიწყოთ მშობლის მომზადებით. მშობელი მზად უნდა იყოს ამისთვის აუცილებლად. თუ ბავშვს ტკივილი აქვს პედიატრთან კონსულტაციით, უნდა მივცეთ ტკივილგამაყუჩებელი ან ანალგეზიური გელები, მაგრამ აუცილებლად პედიატრთან კონსულტაციით და ექიმ-სტომატოლოგთან კონსულტაციით. უნდა ვიხმაროთ წყლიანი რგოლები და რეზინის რგოლები. სასურველია გავყინოთ, რაც ტკივილის გაყუჩებაში უფრო უწყობს ბავშვს ხელს და მაქსიმალურად უნდა იყოს მშობელი მშვიდად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ბავშვისთვის. თუ შეიძლება ახლდეს ამ ყველაფრის ტემპერატურა, ეგეც არ არის საშიში, იმიტომ რომ თან ოდები არის, შესაძლებელია იყოს ფაღარათი, ეგეც ბუნებრივი პროცესია, იმიტომ რომ მაგ დროს ბავშვი მიდრეკილია, ყველაფერი პირში ჩაიდოს, რაც იწვევს შესაბამისად ნაწლავების მსგავს რეაქციას. თუ არის შემთხვევები, რომ აი ქავილში გადადის ეს კბილის ამოსვლის პროცესში და მაგიტო უფრო ეტანებიან ამ რა თქმა უნდა, ძირითადი მიზეზი ის, რომ პირში ჩაიდონ ყველაფერი არის ღრძილების ქავილი, შეშუპებულია მაგ დროს ღრძილები არის გაწითლებული და ძლიერი ქავილი არის, რის გამოც ბავშვი ყველაფერს პირში იდევს. რა ასაკიდან უნდა დავიწყოთ კბილების ხეხვა? კბილების ხეხვას ვიწყებთ პირველივე კბილის ამოსვლიდან. აუცილებლად პირველივე კბილის ამოსვლიდან. ეგ ძალიან მნიშვნელოვანი არის. პირველივე კბილის ამოსვლიდან კბილს ხეხავთ სველი დოლბანდით ან რბილი სილიკონის თითის ჯაგრისით. შეგვიძლია მივახოთ. ანუ სტანდარტული ჯაგრისი, რასაც პირობითად 0-დან 2 წლამდე არ ვხმარობთ სტანდარტულ ჯაგრის, 2 წლის შემდეგ შეგვიძლია რბილი საბავშვო ჯაგრისი ვიხმაროთ. მანამდე ვხმარობთ თითის რბილ ჯაგრისს. აი ფტორის შემცველობაზე რას გვეტყვი? ფტორის შემცველიან კბილის პასტასაც ვხმარობთ აუცილებლად პირველივე კბილის ამოჭრიდან, ოღონდ აქ დოზებს აქვს მნიშვნელობა. 0-დან 2 წლამდე ბავშვებში ვხმარობთ მინიმუმ 10,000 ppm ფტორის შემცველ კბილის პასტებს. რატო უნდა ვიხმაროთ ფტორის შემცველობითი კბილის პასტები? ესეც რო გითხრა. ფტორი ძალიან მნიშვნელოვანი არის ბავშვის კბილის მინანქრის განვითარებისთვის. და აუცილებელი არის, რომ ვიხმაროთ ფტორის შემცველი კბილის პასტები. მოდით ახლა ცოტა ეს მიმართულება შევცვალოთ და თუ გქონია ეგეთი შემთხვევა, როდესაც აი ძალიან ემოციური დედიკოები მოსულან, აი რაღაცნა ძალიან ემოციურად, რომ აი კბილი ამოსდის,
ძალიან ტირის ტემპერატურა აქვს და რაღაც ეგეთი შემთხვევები და ეგეთი მაგალითები თუ იყო და რომ მოგვიყედა გვიანბო ამის შესახებაც. ძირითადად მსგავსი შემთხვევები არის პირველი ბავშვის დროს, როცა გამოუცდელები არიან, არიციან რა ხდება თავიანთ თავს და მე მქონდა საკუთარი დაქალის შემთხვევაში, კბილი ამოსდიოდა ბავშვს, სიცხე ქონდა მაგარი, თვითონ კბილის ამოსვლის ადგილზე ის ადგილი ჩასისხლიანებული, შეცდლებული ქონდა და მთელი ოჯახი იყო პანიკაში, რომ რა ხდება, რაღაცა სჭირს ბავშვს, პედიატრთან კონსულტაცია, ამ დროს მხოლოდ კბილი. თუნდაც იგივე როგორც ვისაუბრეთ ფაღარათზე, გონიათ რომ ინფექციური დაავადება, ამ კბილის ტკივილმა და ქავილმა შეიძლება გამოიწვიოს ერთმეტი ნერწყვდენა, რომელიც იწვევს გამონაყარს ნიკაპზე, მკერდის არეში და გონიათ რომ არის ალერგია, შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის ცოტა გაგუდვა და ყელის წვა და გონიათ რომ იმ ინფექცია ბავშვი ღამე გაიგუდება და მსგავსი რამე, თუმცა მეორე ბავშვზე აბსოლუტურად სიმშვიდე უფრო სხვანაირი მითმოდიან. თეონა, ყველაზე სასაცილო მითები რა გახსენდება კბილის ამოჭრასთან დაკავშირებით? გავიხსენებ რამოდენიმეს. არიან მშობლები, რომ გონიათ, რომ კბილის ამოსვლა დაკავშირებული არის მთვარის ფაზებთან. სწრაფ აზრდა შენელება და უფრო სწრაფად დაჩქარება. ყოფილა კიდე ეგეთი შემთხვევა, რომ თუ კბილი გვიან ამოვა, ბავშვიც გვიან განვითარდება, გვიან დაიწყებს საუბარს, გვიან დაიწყებს სიარულს. კიდე ყოფილა შემთხვევა, რომ აი თუ კბილი ამოდის და თითით შეეხები შეწყვიტავს ამოსვლას. ეს ნამდვილად პირველად აბსოლუტურად რამოდენი ვერსია გამიგია, მაგრამ ბოლო ნამდვილად არ გამიგია. თეონა, აი როგორ არ ჩავარდეს დედა პანიკაში კბილის ამოსვლის პროცესში, როდესაც აი არის ესე ტირის ბავშვი, რაღაც ემოციურად სხვანაირად არის და ის ისეთი მხიარული არ არის პირობითად როგორც სტანდარტულ დღეებში. ჩემი რჩევა იქნება თვითონ წინასწარ მოემზადონ ამ საკითხისთვის. უნდა გააცნობიერონ ის, რომ მარტო არ არიან თვითონ, ყველა დედა იგივე გზას გადის და ეგ ძალიან ჩვეულებრივი ამბავია, დროებითია, გაივლის. ალბათ უფრო ცნობიერების ამაღლება ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რომ ეს არის ძალიან ბუნებრივი რამ. უნდა მოიმარჯონ ის ნივთები, რაც შეუმსუბუქებს ბავშვს, წყლის რგოლები, რეზინის რგოლები და აუცილებელი ძალიან მნიშვნელოვანია დედის სიმშვიდე, რაც ბავშვზე ძალიან აისახება. თეონა, მე რამოდენიმე თემას მინდა ჩვენი ამ საუბრის განმავლობაში შევეხო. მათ შორის არის ერთ-ერთი მიმართულება და ერთ-ერთი ესე ვთქვათ საკითხი, რაც არის აი შაქარი და მითილაქტაციის კარიესზე. ბავშვის კვება ეს კბილების ჯანმრთელობა ეს საშაქრიან სითხეებთან დაკავშირებით, კბილეულთან დაკავშირებით, აი ამის აი წვენები თუნდაც, აი გაზიანი წვენები, კბილი წვენები რო უყვართ, რამდენად არის დასაშვები, რამდენად მოქმედებს კბილზე, კარიესზე და ასე შემდეგ რომ მოგვიყვე. წვენები თუნდაც 100% ნატურალური წვენი იყოს, ყველა წვენი შეიცავს შაქარს, რაც ძალიან ცუდი არის კბილისთვის, რადგან ბავშვი, რომელიც მუდმივად წვენებს იღებს, აი განსაკუთრებით დღის განმავლობაში მრავალჯერ იღებს წვენს. შაქარი რჩება კბილის ზედაპირზე, პირში არსებული ბაქტერიები იკვებებიან ამ შაქარი შემდგომ გადაიქცევა მჟავად, ეს ბაქტერიები ამ მჟავით იკვებებიან, რომელიც იწვევს შემდგომ კარიესის განვითარებას, რაც ძალიან ცუდი არის. აზიანებს თუ არა ღამის კვება? ღამის კვებას რაც შეეხება, გააჩნია ბავშვი რითი იკვებება. თუ ეს არის დედით ძუძუთი კვება, თითქმის არ აზიანებს, ძალიან მცირე შანსი არის მაგ შემთხვევაში, თუ ბავშვი ცოტა მოზრდილია, პირში მრავლობითი კბილი აქვს და ღამე 5-6 ჯერ მაინც იკვებება და არ ხდება კბილის დილა საღამოს წმენდა. მაგ შემთხვევაში ძალიან მცირე შანსი არის იმის, რომ კბილის მინანქარი დაზიანდეს, რძისგან ნაკლებია შანსი, რომ კბილის დაზიანება გამოვიწვიოთ. რაც შეეხება ბოთლით კვებას, აქ ცოტა საშიში არის, თუ ბოთლით კვება იღებს ჩაის, წვენს, თუნდაც რძეს და ბავშვი ანალოგიურად დღის და ღამის რუტინას არ იტარებს კბილების გამოხახვის, მან ძალიან დიდი რისკია კარიესის გაჩენის.
ანუ ძუძუთი კვების დროს რო კბილები ბევრად ჯანსაღიას, მითი ნამდვილად არ არის რეალობა. ძალიან კარგი. თეონა, ხანგრძლივი სატყუარა საწვავის გამოყენება პირობითად რა პრობლემების წინაშე გვაყენებს? მატყუარას ეგრეთ წოდებული მატყუარას გამოყენება ბავშვებში ხანგრძლივი გამოყენება იწვევს ძალიან დიდ პრობლემებს, იწვევს თანკბილის დარღვევას, რაც შემდგომ გვაყენებს ძალიან რთულ სიტუაციაში, იმიტომ რომ ხდება მერე ორთოდონტის ჩარევა საჭირო. ამიტომ სასურველია რომ ბავშვმა ხანგრძლივად და დიდი ხნით არ გამოიყენოს საწვავარა. როგორც ვიცით და დამტკიცებული ფაქტია, ბავშვებს ძალიან უყვართ ტკბილეული და როგორც უკვე აღნიშნეთ, ტკბილეული ძალიან ცუდად მოქმედებს პატარების კიჭებზე, ესე ვთქვათ, და როგორ შეიძლება შეუზღუდოთ ტკბილეულის მოხმარება, თუ გაქვს რამე რჩევები, რომ ვურჩიოთ მშობლებს? ძალიან რთული თემა არის ბავშვებთან მიმართებაში. სრულად არ უნდა ავუკრძალოთ, იმიტომ რომ ეგ გამოიწვევს ბავშვი მეტ ინტერესს და ფარულად ტკბილეულის მიღებას. სასურველია რომ ბავშვებს დავუწესოთ, რომ ტკბილეულს ვიღებთ მხოლოდ სადილის შემდგომ, ან კვირაში 3 ჯერ. ან შევთავაზოთ ალტერნატივა, ხილი, ჩირი და არავითარ შემთხვევაში ტკბილეული არ გავხადოთ. აი შენ თუ კარგად მოიქცევი, კანფეთს გიყიდი. ბავშვისთვის ტკბილეული არ უნდა ასოცირდებოდეს რაღაც ღაპრულ ამბავთან. ტკბილეული ბავშვისთვის უნდა იყოს რიგითი საკვები, რომლის მიღებაც ყოველთვის არ შეუძლია. სახლში არ უნდა გქონდეს ბევრი რაოდენობის ტკბილეული და სულ არ უნდა ხედავდეს ბავშვს, რადგან არ გქონდეს მუდმივად მოთხოვნილება. ან კიდე ერთი შერჩევა შემეძლია მივცე ის, რომ მისცეს თვითონ არჩევანის უფლება. აი დღეს შენ მიიღებ ერთ ტკბილეულს და აირჩიოს თვითონ ბავშვმა. ბავშვი ამით არ გაუჩნდება პროტესტის გრძნობა, იმიტომ რომ თავს იგრძნობს იმად, რომ თავისი გადაწყვეტილება რაღაც არჩევანი გააკეთა. ანუ ჩვენ ძირითადად ვცხოვრობთ ხოლმე ტკბილეულზე, ესე ვთქვათ, მაგრამ მეორე მხარე, ან წარის მიმართულება მაგალითად, თუ არის რაღაცა ისეთი მიმართულება, რაც აი მჟავე თუნდაც თუ მოქმედებს ესე უარყოფითად, როგორც პირობითად იგივენერად ტკბილი არის. იცით რა მჟავე, აი მაგალითად ლიმონი მოქმედებს, იმიტომ რომ კბილების გრძნობელობას მატებს, ჟავიანობა არის და კბილების გრძნობელობას მატებს. ბავშვებში ეგ ნაკლები პრობლემა არის, იმიტომ რომ ძირითადად ბავშვებს წარესთან და მჟავესთან არ უყვართ. უფრო მოზრდილ ასაკებში. მოზრდილ ასაკში მწარე და მჟავე კიდე უფრო სხვა პრობლემების წინაშე გვაყენებს. თუ ქონია ისეთი შემთხვევა პირობითად დედას რო გონია, რომ ჯანსაღი და კარგი გადაწყვეტილება მიიღო ამ კბილებთან დაკავშირებით, მაგრამ იმდენად ცუდი გადაწყვეტილება იყო და არ იყო სასურველი რომ მიიღო, მოგმართა თუნდაც აი ამ მიმართულებით. ძირითადად მშობლების შეცდომა არის იმაში, რომ დროულად არ მიყავთ ბავშვები სტომატოლოგთან. აი თუნდაც ის, რომ 2-3 კბილი აქვს და ჯერ ადრეა. აი თუნდაც კბილების წმენდის დროს არაქცევან ყურადღებას არ არის მნიშვნელოვანი ის, რომ დილის და ღამის რუტინა აუცილებელი არის. სარძევე კბილებზე აქვთ კიდე დამოკიდებულება, რომ აი მაინც უნდა მოიცვალოს და ხშირი შემთხვევა არის ნამდვილად. ეგ საბოლოოდ ბავშვისთვის ძალიან ცუდ შედეგამდე მიდის, იმიტომ რომ იმ სარძევე კბილის არ მოვლამ შეიძლება გამოიწვიოს მუდმივი კბილის დაზიანება. ანუ საბოლოო ჯამში მაინც მივდივართ იქამდე, რომ თუ სარძევე კბილებს კარგად არ მოვლით, რომც გამოვიცვალოთ, რაღაც პრობლემის წინაშე ცუდ შედეგამდე შეიძლება მივიდეთ. ნუ რჩევა არის, რომ თავიდან აუცილებელი არის. ჩემი რჩევა იქნება მშობლებისთვის, რომ პირველი კბილის ამოსვლიდან მინიმუმ 1 წლიდან მაინც ბავშვი ატარონ სტომატოლოგთან. შემდეგი თემა, რასაც მინდა შევეხო, ეს არის სტომატოლოგთან ვიზიტი და პროფილაქტიკა. ხშირად არის ხოლმე მეც თუნდაც ძალიან დიდი ვარ, მაგრამ მაინც ჩემი სტომატოლოგთან მისვლის პროცედურა ერთ თვიან მომზადებას საჭიროებს, ესე ვთქვათ, რომ რაღაცა სტომატოლოგთან მისვლა ყოველთვის რატომღაც ტკივილთან ასოცირდება. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ესეა, მაგრამ აი ბავშვი როგორ შეიძლება მოამზადოთ ისე, რომ აი არ შეეშინდეს და აი ძალიან მარტივად გადალახოს ეს სტომატოლოგთან ვიზიტის პროცესი.
როგორც აღნიშნეთ, სასურველია ბავშვმა სტომატოლოგთან ვიზიტი დაიწყოს 1 წლიდან მაინც. ეგ ხელშეუწყობს ბავშვს იმას, რომ შემდგომი ვიზიტები არ იყოს მისთვის საშიში და აი ესე ერთი თვე არ დასჭირდეს მომზადებას, რომ სტომატოლოგთან მივიდეს, იმიტომ რომ ბავშვი ერჩევა გარემოს, ეჩევა სიტუაციას. თუ უფრო დიდ ასაკში მოხდა ბავშვის მიყვანა სტომატოლოგთან და აქვს შიშები, ძალიან დიდი წვლილი არის აქ მშობლის ჩართულობა. აუცილებელია მშობელმა მოამზადოს წინასწარ სახლში. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ არ უთხრას მშობელმა, რომ აი არის შემთხვევები, რომ იცი თუ იტირებ, მოვა იქ და ნებს გაგიკეთებ. მსგავსი ფრაზები არ უნდა გააჟღერონ ბავშვებთან, იმიტომ რომ ეგ მარტო სტომატოლოგისკენ ნებისმიერი ექიმის შიშს უნერგავს ბავშვს. არ უნდა უთხრან ფრაზები, რომ წავალ აი არ გეტკინება. იმიტომ რომ იქ უკვე ბავშვს შიში უჩნდება, რომ ანუ შეიძლება მტკივნეული იყოს პროცედურა. სახლში მშობელი უნდა ეთამაშოს ექიმი და პაციენტის თამას, შეაჩვიოს იმ სიტუაციას, რაც კლინიკაში რა ხდება. ანახოს ანიმაციები, ძალიან ბევრი დღესდღეობით ძალიან ბევრი ანიმაცია არის, რაც შეუძლია ბავშვს ანახოს და ბავშვი მიხვდეს რა ხდება რეალურად სტომატოლოგთან. ეგ არის მშობლის წვლილი და მშობლის ჩართულობა. შემდგომ უკვე სტომატოლოგიურ გარემოში პირველი ვიზიტი აუცილებლად უნდა იყოს მხოლოდ გასაუბრება, დათვალიერება, თამაში, რომ ბავშვი მიხვდეს, რომ არაფერი საშიში მან არ ხდება. და კიდე ერთი რჩევა ჩემგან მშობლებს, რომ ბავშვი სტომატოლოგთან ვიზიტი სასურველია იყოს დღის საათებში, როცა ბავშვი მოსვენებით მდგომარეობაშია და მშვიდია და ბავშვი სტომატოლოგთან არ მიიყვანონ დაღლილი, იმიტომ რომ ისედაც გაღიზიანებულები არიან და უფრო მძაფრად აღიქვამენ არსებულ სიტუაციას. აი თევნა, რამდენად ხშირი უნდა იყოს, დაახლოებით რა პერიოდი არის სტომატოლოგთან ვიზიტი, რა პერიოდის განმავლობაში უნდა მოიყვანოს, ან თუნდაც რამდენჯერ, ანუ პრობლემის გარეშე, თუ არის შემთხვევები, როდესაც რაღაცა პრობლემები არის, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ანუ საჭიროებს რაღაცა გადამოწმებას. ამ გადამოწმების შემთხვევაში რა სიხშირით უნდა მოიყვანოს მშობელმა ბავშვის სტომატოლოგთან? ბავშვის სტომატოლოგთან ვიზიტი საპროფილაქტიკოდ უნდა მოხდეს 6 თვეში ერთხელ აუცილებლად და როგორც ვთქვით 1 წლიდან, რადგან ეგ საშუალებას იძლევა თავიდან ავირიდოთ ნაადრევი კარიესი და ნაადრევი კბილის დაავადებები. ამ პერიოდში, ამ შემთხვევაში ექიმი ნახავს, როგორ ვითარდება კბილი, როგორ იზრდება, მშობელს მიეცემა რჩევა დარიგება პირის ღრუს მოვლასთან დაკავშირებით, რაც თავიდან აგვარიდებს ნაადრევ კარიესს. აი დღევანდელ დღეს იმდენად ხშირი არის ადრეულ ასაკში კარიესები 2-3 წლიდან, თუ თავიდანვე არ დავიწყეთ ბავშვის მიყვანა სტომატოლოგთან, ვერ ავიცილებთ ცუდ შედეგებს. აი თუ გაქვს ესეთი ქონია უბრალოდ ესეთი შემთხვევა, რომ დედა უფრო მეტად ღილავდა და ნერვიულობდა ვიდრე ბავშვი. უმეტეს შემთხვევაში ეგრე ხდება, ერთ სიტუაციას მოვყვები, დედა მოიყვანა ბავშვი, ნუ არც ისე პატარა, ალბათ 6-7 წლის, დედა ღილავდა ძალიან და შიგნი შემოყვა ბავშვს. ნუ ბავშვი ტკირო და არ გაიკეთა ნემსი, გავჩერდით და ბოლოს მიუბრუნდა დედას და დედა გადი გარეთო, ოღონდ აღარ შემოხვიდეო. და რო გავიდა დედა, აი ყველაფერი გაიკეთა იდეალურად, გაიკეთა ნემსი, დაიბჟინა, აი საერთოდ ტკივილის და ყველაფრის გარეშე. ნუ რჩევა რომ რჩევა რომ დედის სიმშვიდე ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის. ზოგადად ძალიან ისაა ხოლმე, აი მეც მქონია ხოლმე შემთხვევები, ჩემი მეგობრები ხშირად ეჭვმებიან ხოლმე ბავშვებს, რომ აი ეზარებათ რაღაცას პროცედურა. როგორ შეიძლება, აი როგორ შევაყვაროთ ბავშვებს ეს კბილების გახეხვის პროცედურა, აი თამაშით, აი რა რჩევას მისცემდი ამ მიმართულებით? ჩემი რჩევა იქნება მშობლებთან, როდესაც თვითონ შედიან კბილების გასახეხად და რუტინის ჩასატარებლად შეიყვანონ ბავშვები და თავიანთან ერთად, თავიანთი დახმარებით ახალისონ ბავშვი, შეაქონ, აუცილებელია ნახე 0 პირველი კბილის ამოსვლიდან რომ ვიწყებთ ჩვენ ამ რუტინას, ბავშვი ეჩვევა, რომ ეგ არის აუცილებელი, მშობლის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, არ უნდა მიანდოს ბავშვს.
ბავშვის სრულფასოვნად კბილების გახეხვას ალბათ 7 წლიდან ახერხებს. მანამდე აუცილებლად მშობლის ჩართულობით უნდა მოხდეს კბილის სწორად გახეხვა. რაღაც სახალისო გავხადოთ თითქოს ეს ერთად გახეხვის პროცედურა, ან რაღაცა ის დავაწესოთ თითქოს აი რაღაცა ერთად გაკეთებული საქმე, რაღაც ეგეთი მგონია უფრო. ბაძავენ დიდებს. და მაგათთვის მე დიშვილი მყავს და აი ჩემთან რო არის განსაკუთრებულად უყვარს კბილებს რო უვლის. ის სულსუ იწახის რომ დილას კბილები უნდა გავიხეხოთ, საღამოს კბილები უნდა გავიხეხოთ. რავი, გონია რომ მისაბაძი უნდა გახდე ბავშვისთვის და მაგისთვის მე უკვე სახალისოც ხდება. ანუ ისე და ისე მშობლის ჩართულობა და მშობლის მიმართულება. უდიდესი წვლილია მშობლის ჩართულობა პირისყრუს და ასევე რა მიმართულებითაც დავანახე, როგორც შენ საუბრიდან მივხვდით, რა მიმართულებითაც დავანახებთ, რომ ეს კბილის ხეხვის პროცესი არის თუნდაც სახალისო თამაში არის, რაღაც საერთო საქმეს ვაკეთებთ. აუცილებლად უნდა ავუხსნათ ის, რომ ეს არის მისი სილამაზისთვის, მისთვის, რომ ლამაზი კბილები ექნება, ფერია იქნება და ბავშვებს ეკუხარიათ. ნამდვილად გეთანხმებით. თეო, მოკლედ მინდა ესე სამი რჩევა მისცე ყველა დედას, რაც კბილის მოვლასთან დაკავშირებით უნდა იცოდეს. რაც ვისაუბრე მაგისგან განსხვავებით ვერ ვიტყვი არაფერს, მაგრამ მაქსიმალური ჩართულობა, მშობლის მაქსიმალური ჩართულობა ბავშვის პირისყრუს მოვლასთან დაკავშირებით, არ დაეზაროთ საპროფილაქტიკო ვიზიტები სტომატოლოგთან და უგულებელყოფენ იმას, რომ აი მცირე რაოდენობის კბილები აქვს და არ უნდა დღეში ორჯერ გაწმენ და სარძევი კბილები არის და არ უნდა მკურნალობა. ძალიან მნიშვნელოვანი არის ეგ ყველაფერი ბავშვის პირისყრუს სწორად განვითარებისთვის. თეო, მოკლედ ერთი მითია თუ რეალობა არის ხოლმე, მეც გქონია ბავშვობაში ეგ მსგავსი მიმართულებით, ჩემსაც უთქვამთ ხოლმე, რომ აი წყალს რო შევჭამდე პირობითად და თუ ეგრევე წყალს დავაყოლებდით ცივ წყალს, უმეურებოდი ხოლმე არაფრით არ შეიძლება კბილებს გაგიფუჭებს. რამდენად მითია და რამდენად რეალობა ეს? არა, ეგ მითია, ეგ ჩვენი ბებიების ამბავი არის, ჩვენც მქონია მსგავსი შემთხვევა, მაგრამ მითი არის, არაფერ ზიანს არ აყენებს კბილებს ცივი და ცხელი საკვების შენაცვლება. ანუ არც კარიესი არ გაგუწება და კბილები არ გაგვებზე არ? კარიესი არ გაჩნდება მაგით. კარიესის გაჩენა პირდაპირ მნიშვნელოვანია, პირდაპირ არის დაკავშირებული სწორ ჰიგიენასთან. გასაგებია. სწორი ჰიგიენა ყველაზე უმნიშვნელოვანი რამეა სტომატოლოგიაში. რაღაცა თითქოს ყველა თემას შევეხეთ და მინდა ერთი ესეთი კითხვაც დავსვა. დღის განმავლობაში რამდენჯერ უნდა გაიხეხოს ან არა მარტო პატარამ, თუნდაც დასრულმა ადამიანმაც კბილებენ. არის ხოლმე ყოველი კვების მერე უნდა გაიხეხო იძახიან. სწორი რომელია? ანუ სწორად როგორ უნდა მოიქვა? აუცილებელია დილას საკვების მიღებიდან 20 წუთის შემდეგ, მინიმუმ 20 წუთის შემდეგ და საღამოს აუცილებლად ძილის წინ. აბსოლუტურად საკმარისი არის, არ საჭიროებს კბილების გახეხვა ყოველი ჭამის შემდეგ. პირიქით, ჩვენ ამით მინანქარს უფრო ზიანს მივაყენებთ. ალბათ ღრძილებსაც თავისთავად. ღრძილებს გააჩნია როგორი ხეხვის რუტინა გვაქვს, მაგრამ მინანქარს დავაზიანებთ ხშირი გახეხვით. ამიტომ დილას საღამოს ნორმალ აბსოლუტურად საკმარისი არის კბილების გახეხვა. მთავარია სწორი გახეხვა. მინდა კვების საკითხსაც შევეხო. რამდენად მნიშვნელოვანი არის კბილების მოვლა, თუნდაც მოვლა, არა მარტო მოვლა, კარიესი, მინანქარი, სწორი კვება. აი, რატომ უნდა მიიღოს ბავშვმა პირობითად მყარი საკვები გარკვეული ასაკიდან? როგორ უნდა ამოუარეს კბილებს უკვე აი მყარი კვების პროცესი, როცა დაიწყება? სწორი კვება ყველაზე მნიშვნელოვანი არის არა მარტო კარიესის, არამედ პირის ღრუს და პირის აპარატის განვითარებისათვის. ღეჭვა ზოგადად დება ენის, კბილების, ყბის, სახის კუნთების მუშაობით. ღეჭვის დროს ბავშვი სწავლობს საკვების დაქუცმაცებას, პირისყრუში გადაადგილებას, მაგ დროს ხდება ნერწყვის გამოყოფა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია შემდგომში სწორი ყლაპის დროს. ზოგადად ღეჭვის უნარი არის ძალიან კომპლექსური პროცესი. ამ დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საკვების სწორად დაგეგმას და სტრუქტურულ მრავალფეროვნებას. მე ამ შემთხვევაში ვიტყოდი ბურღულის მარცვალზე,
რაც ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე ბუნებრივი და უსაფრთხო პროდუქტი არის ბავშვთა კვების დროს. აი შენ როგორც სტომატოლოგი რომელ ბურღულს გაუწევდი რეკომენდაციას? ეტუს გამოარჩევ, იმიტომ რომ ის გამოირჩევა მისი მრავალფეროვანი მიკროელემენტებით. შეიცავს ძალიან ბევრ მიკროელემენტებს, რომელიც ძალიან სასარგებლო არის კბილების განვითარებისთვის. როგორც არის კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, B12, უჯრედისი, ძალიან მნიშვნელოვანია ეს მიკროელემენტები, კალციუმი, ძალიან მნიშვნელოვანია ეს მინანქრის სიმტკიცისთვის და ძლოვანი სტრუქტურის სიმტკიცისთვის. კალციუმის ნაკლებობა ხშირ შემთხვევაში იწვევს სარძევე კბილების ამოჭრის შეფერხებას და მინანქრის შესუსტებას. მაგნიუმი და ფოსფორს რაც შეეხება, ძალიან მნიშვნელოვანი არის სტრუქტურული ფუნქციის განვითარებისთვის. B12 ვიტამინი ნერვული სისტემის და კუნთოვანი ქსოვილის განვითარებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხოლო რაც შეეხება უჯრედისი ღრძილის მასაჟს ასტიმულირებს და შემდგომ ეგ თავიდან აგვაცილებს რბილი ქსოვილის დაზიანებას. ასევე ფეტვი არის ძალიან იოლად მოსამზადებელი პროდუქტი. ის არ კარგავს თავის სტრუქტურას. ნაკლები ალერგენი არის, იმიტომ რომ არ შეიცავს გლუტენს და ძალიან ბევრ ინგრედიენტს შეიძლება შეუსაბამოთ. ხილი იქნება, რძე იქნება, ბოსტნეული იქნება, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ ბავშვის პირის ღრუ მეტად განვითარდეს და მეტად შეძლოს კვების ფუნქციის განვითარება. თემანა, დიდი მადლობა გულწრფელი პასუხებისთვის, საინტერესო საუბრისთვის. ჩვენი დღევანდელი პოდკასტის სტუმარი იყო თეონა ლიპარტელიანი, ბავშვთა სტომატოლოგი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენი სტუმარი და მადლობა თქვენ მოწვევისთვის და საინტერესო დიალოგისთვის.